მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ამავდროულად მგრძნობიარე თემაზე პროფესიულ განათლებაში. ეს არის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების შეფასება. ჩვენი მიზანია განვიხილოთ, როგორ ვაქციოთ შეფასება არა ბარიერად, არამედ სტუდენტის პროგრესის სამართლიან და ობიექტურ საზომად. ნებისმიერი სტუდენტისთვის შეფასება არის იმის დადასტურება, რომ მან წარმატებით გაიარა მოდული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან საბოლოო კვალიფიკაცია მხოლოდ ყველა მოდულის სრულად დაძლევის შემთხვევაში მიენიჭება. SSSM სტუდენტებისთვის კი შეფასებას დამატებითი ფუნქცია აქვს. მათი მიღწევების ზუსტი დოკუმენტირება ეხმარება დამსაქმებელს ობიექტურად განსაჯოს კურსდამთავრებულის უნარები. აქ გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება. თუ სხვა სტუდენტებს მოეთხოვებათ ერთი მოდულის სრულად დაძლევა მეორეზე გადასასვლელად, SSSM სტუდენტებს მათი სტატუსიდან გამომდინარე ამ მხრივ ეძლევათ შეღავათი. მათ შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, თუნდაც წინა მოდული არასრულად დაძლიონ. თუმცა ეს დაშვება გავლენას ახდენს კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობაზე. სტანდარტულად შეფასების დაგეგმვა მკაფიო ლოგიკას მიყვება. ჩვენ გვაქვს სწავლის შედეგი, ანუ მიზანი. შემდეგ გვაქვს შესრულების კრიტერიუმები, რომელიც გვიჩვენებს მიღწეულია თუ არა მიზანი და ბოლოს შეფასების მიმართულება, რომელიც გვკარნახობს რა მეთოდით შევამოწმოთ ეს ყველაფერი. როდესაც სტანდარტული შეფასება ვერ პასუხობს SSSM სტუდენტის საჭიროებებს, ჩვენ მიმართავთ ადაპტაციას. ეს არის ზოგადი ტერმინი, რომელიც ნებისმიერ ცვლილებას აღნიშნავს და ის ორ ძალიან განსხვავებულ კატეგორიად იყოფა: აკომოდაცია და მოდიფიკაცია. აკომოდაციის დროს ჩვენ ვცვლით შეფასების პირობებს, მაგრამ არა თავად მოლოდინს. ანუ, სწავლის შედეგი და კრიტერიუმები უცვლელი რჩება. ჩვენ უბრალოდ ვეხმარებით სტუდენტს უკეთ წარმოაჩინოს თავისი ცოდნა სტანდარტულ მოთხოვნებთან მიმართებით. ეს იგივეა, რომ შეჯიბრში მონაწილეს მივცეთ ადაპტირებული აღჭურვილობა, მაგრამ ფინიშის ხაზი ყველასთვის ერთი და იგივე დავყოვოთ. აკომოდაციის უამრავი ფორმა არსებობს. მაგალითად, შეგვიძლია მივცეთ მეტი დრო, გავადიდოთ შრიფტი, ან თუ სტუდენტს წერა უჭირს, მივცეთ საშუალება ზეპირად გვიპასუხოს. როგორც ამ მაგალითში ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ სტუდენტს სთხოვოთ დამცავი საშუალებების ჩამოთვლა, შეგვიძლია შევთავაზოთ მონიშნა სიიდან ან სურათებიდან. მიზანი იგივე რჩება, მან უნდა იცოდეს ეს საშუალებები. აკომოდაციისგან რადიკალურად განსხვავდება მოდიფიკაცია. აქ ჩვენ ვცვლით არა მხოლოდ პირობებს, არამედ თავად მიზანს, ანუ სწავლის შედეგს, შესრულების კრიტერიუმს ან სხვა ფუნდამენტურ მოთხოვნას. ასეთი საჭიროება როგორც წესი მაშინ დგება, როდესაც სტუდენტისთვის წარდგენილია ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, სადაც მისთვის თავიდანვე განსხვავებული მიზნებია დასახული. სხვარი ამორცნება შორის ზოგჯერ ბუნდოვანია. ერთი და იგივე ქმედება, მაგალითად, დამატებითი დროის მიცემა, ზოგჯერ აკომოდაციაა, ზოგჯერ კი მოდიფიკაცია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ითხოვს სტანდარტი. თუ სისწრაფე შესრულების კრიტერიუმია, დროის დამატება მოდიფიკაცია იქნება, თუ არა, აკომოდაცია. პირველ ნაწილში ჩვენ განვიხილეთ შეფასების ზოგადი პრინციპები. გავეცანით ადაპტაციის ორ ფორმას და ვისწავლეთ მათი ერთმანეთისგან გარჩევა. ახლა, როცა თეორიული საფუძვლები გვაქვს, პრეზენტაციის მეორე ნაწილში გადავალთ უშუალოდ პრაქტიკაზე და ვნახავთ, როგორ უნდა შევადგინოთ და გამოვიყენოთ შეფასების ინსტრუმენტების სგთი მოსწავლე სტუდენტისთვის.